მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა კინოსეანსი. მე ციგოინაური ვარ და ვეცდები საქართველოს კინოთეატრებში მიმდინარე მნიშვნელოვანი კინოსეანსების შესახებ მაქსიმალური ინფორმაცია მოგაწოდოთ. რუსთაველის კინოთეატრში თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ უეს ანდერსონის ფილმის სასტუმრო, რომლის პრემიერაც 2014 წლის 6 თებერვალს ბერლინის ინტერნაციონალურ 64 კინოფესტივალზე შედგა. ფილმი პოპულარული სასტუმროს ლეგენდარული კონსიერჟის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. კინოფილმში საოცარი ისტორიები და რაც თავია ჩახლართული სიუჟეტი იქნება ნაჩვენებები. ასე რომ ეწვევთ ყოველდღე რუსთაველის თეატრს და იხილეთ 12, 14, 20 და 22 საათზე ბერლინის ფესტივალზე ოქროს დათვით დაჯილდოვებული ფილმი, რომლის შესახებაც გერმანული ჟურნალი Spiegel Online წერს. ფილმი თავისი მხატვრობით, ექსცენტრიული კოსტიუმებით და ულამაზესი ბუნებით სოფლიოში კიდევ ერთი კლასიკური სილამაზის მაგალითია. Tell the money right now. She's been murdered, and you think I did it. Hey! Are still faint glimmers of civilization left in this barbaric slaughterhouse that was once known as humanity. Whoa! Indeed, that's what we provide in our own modest, humble, insignificant... Oh, fuck it. What's the meaning of this shit? Boy with apple, I thought you did. Are you noticing now? Are you fucking kidding me? რაც შეეხება სხვა კინოფილმებს, რუსთაველის თეატრში თქვენ ასევე შეგიძლიათ იხილოთ ფილმი პარიზული ოცნება, რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორი გიორგი ვარსიმაშვილი გახლავთ. პარიზული ოცნება ახალგაზრდა კინორეჟისორის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელიც ავსტრიაში ებენზის კინოფესტივალზე ბრინჯაოს დათვით დაჯილდოვდა. იხილეთ ტრეილერი. Enchanté, moi, c'est Je veux rester jusqu'à demain et nous irons sous les étoiles enterrer nos chagrins. Salut, ça va? Je veux rester encore, je veux rester jusqu'au matin. Je veux m'enivrer de la ville. Ouais, il y a quelqu'un de douche. Comme on s'enivre d'un parfum, j'ai attendu sur les marches des palais de l'ennui que viennent à mes lèvres des baisers dans la nuit. J'ai frappé à leur porte et les hommes m'ont dit des mots sans importance que je n'ai pas compris. რუსთაველის თეატრში თქვენ ასევე შეგიძლიათ იხილოთ ფილმი იმპერიის აღზევება 3D ფორმატში, რომლის რეჟისორიც ნუამ მურო გახლავთ. ფილმის ძირითადი სიუჟეტი შემდეგია: ბერძენი გენერალი თემისტოკლე ცდილობს მთელი საბერძნეთი გაერთიანოს. იგი სპარსულძარებს იპყრობს და სიკვდილის ღმერთ ქსერქსს უპირისპირდება. And a tidal wave of heroes' blood. Our husbands. Avenge him. The lightest of breezes dances above the death cries of 300 men. That breeze became a wind. A wind, my brothers, of sacrifice. A wind of freedom. A wind of justice. A wind of vengeance. Nothing will stop the march of my empire. I will attack the Greeks with my entire navy. There will be death and destruction. Yes, there will be.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კინოფილმი, რომელიც რუსთაველის თეატრში აუცილებლად უნდა ნახოთ, თბილისი მიყვარხარ გახლავთ, რომელიც ინტერნაციონალური პროექტის სიყვარულის ქალაქების მესამე ფილმია. ფილმი 7 ქართველი რეჟისორის 10 მოკლემეტრაჟიან კინოსურათს აერთიანებს. პროექტი პარიზით დაიწყო 2009 წელს, ნიუ-იორკ მიყვარხარ გამოვიდა. სიყვარულის ქალაქების თბილისის ვარიანტი კი ქართულ მაყურებელს უკვე 20 თებერვლიდან კინოთეატრებში შეუძლია ნახოს. ფილმი თბილისი, I love you თბილისი და ქალაქურ ცხოვრებას ეძღვნება. ფილმში სამი ცნობილი ჰოლივუდის ვარსკვლავი, მალკომ მაკდაუელი, სარა ჯუმონდი და ჯორჯ ფანი თამაშობენ. იხილეთ ტრეილერი. შენო თუ აღარ ვძლებ. ჩამოდი. ბადი. კაფანტე ღრუბელი და პატარა რო ვიყავი, ძალიან მიყვარდა სხვის ფანჯრებში ხოვნება. ეხა ჩემი ფანჯარა მინდა. შენი ღიმილი სიცოცხლეს გავს არ უნდა გენახე? უნდა გაგოცო ნუ გაძევდა